გულწრფელად მეგონა, რომ შოქში აღარაფერი აღარ ჩამოხდებდა. მაგრამ დღეს გიორგი სანიკიძის პოსტი რო წავიკითხე, გავშრი. მოგეთ გუში რომ ვამბობდი ვიდეოში, რომ აღა მაჰმად-ხანის სული ხარობს და ერეკლე მეორე საფლავში ბრუნავს თქო, აი ეს ამბავი არ ვიცოდი. და ეხლა გეტყვით რა ამბავი და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შოქში ჩავარდებით. მოგეთ გიორგი სანიკიძე, ვინც არ იცით, არის საქართველოში ირანის საუკეთესო მცოდნე, ძალიან დაფასებული პროფესორი, ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთ მცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი. და გიორგი სანიკიძემ გამოაქვეყნა მოსაწვევი, რომელიც მიიღო აიათოლების ისლამური რესპუბლიკის საელჩოდან. გიორგიმ თქვა, რომ რასაკვირველი არ წავედიო, მაგრამ მინდა ყურადღება მიგაქცევინოთ თუ რა ეწერა საელჩოს მოსაწვევზე. და ეხლა ვნახოთ ერთად, რა ეწერა საელჩოს მოსაწვევზე. მოწვევის კონვერტს აწერია ქართველების ირანში ჩასვლის 410 წლისთავი. გამოდის 1616 წელი. ანუ შაჰ-აბასის ლაშქრობების დროს 1613-1617 წლებში ირანელების მიერ კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის გაწყვეტა და გადარჩენილების მნიშვნელოვანი ნაწილის ძალადობრივი გადასახლება ირანში. ანუ ირანული მხარე გვაზეიმებს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ამგვარ შეურაცხყოფაზე ხელისუფლებას არათუ რეაქცია არ აქვს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვითაც კი გამოდის. მე მგონი კომენტარი ზედმეტია. ერს ბატონი გიორგი სანიკიძე. მეც ასე ვფიქრობ, რომ კომენტარი აბსოლუტურად ზედმეტია.